შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი პროექტი, რომელიც საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ რუკაზე სრულიად ახალ პოზიციაზე აყენებს. ევროკომისიის მიერ საერთო ინტერესის პროექტის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ ქვეყანა იღებს დაჩქარებულ პროცედურებს დამატებითი დაფინანსების მოზიდვის და ინვესტორებისთვის უფრო მაღალი ნდობის მოპოვების შესაძლებლობას, რაც ცვლის ეს სტატუსი პრაქტიკულად. როგორ აჩქარებს ის წყალქვეშა კაბელის რეალიზაციას და რეალურად როდი შეიძლება საქართველოს ამ კაბელის საშუალებით ელექტროენერგია ევროპაში გაიდანოს. ჩვენი სტუმარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ბხალაძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახდა ცნობილი კვირის დასაწყისში. ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს ორმხრივი ინტერესის სტატუსი მიანიჭოს. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც საქართველოში იმართებოდა ძალიან წარმომადგენლობითი ფორუმი, აბრეშუმის გზის ფორუმზე მაქვს საუბარი, მაშინ იყო ძალიან დეტალურად ამ პროექტზე საუბარი და როდესაც ელექტროსისტემის წარმომადგენელი გვერდებოდა, ის ძალიან დაიმედებული იყო, რომ საბოლოო პასუხი იქნებოდა აუცილებლად დადებითი და პირველად ეს ინფორმაცია როცა წავიკითხე, სწორედ ეს გამახსენდა, რომ იმდენად ჯეროდათ ელექტროსისტემის წარმომადგენლებს, რომ დიახ, პასუხი იქნებოდა დადებითი, რომ სხვა მოლოდინი მათ არც ჰქონდათ. რას ნიშნავს, მოდი თავიდან ასე აუხსნათ მაყურებელს ეს გადაწყვეტილება და რა უპირატესობას გვაძლევს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს დაკავშირებადობის თემა, რომელზეც მუდმივად ვაპელირებთ და რომელზეც მუდმივად ვცდილობთ, რომ პოზიციონირება მოვახდინოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც დამაკავშირებელისთვის ევროპასა და აზიას შორის. მოგახსენებთ. მოგესალმებით. თქვენ სწორად აღნიშნეთ, საქართველოს ძალიან სერიოზული პროექტის, ასე ვთქვათ, განხორციელება დაიწყო. ნამდვილად ჩვენი ძალისხმევა, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო იდეის დონეზე ამ პროექტის შემუშავება, 2022 წელს უკვე საქართველოს რუმინეთმა ხელშეკრულების სახით გააფორმეს ეს ინიციატივა და გადავაქციეთ პროექტად. რის შემდეგაც, ესე იგი, ჩვენ მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ჯერ კიდევ პროცესში ვართ კვლევის. თუმცა რუმინეთის მთავრობასთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეტანა ეს პროექტი ევროკომისიაში ორმხრივი ინტერესის სტატუსის მოპოვების მიზნით. ჩვენ ნამდვილად დარწმუნებულები ვიყავით, რომ მივიღებდით ამ სტატუსს, ვინაიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ფორმატის არის ჩვენი რუმინეთთან თანამშრომლობა, ვინაიდან როგორც საქართველოს აინტერესებს ევროპასთან კონდეს პირდაპირი კავშირი, ასე ევროპასაც რასაკვირველი აინტერესებს, ვინაიდან ეს არის დივერსიფიცირების ერთ-ერთი საშუალება, რისი ასე ვთქვათ შესაძლებლობაც, რისი ასე ვთქვათ საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ევროპას, რომ ასევე ივაჭროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთანაც ელექტროენერგიით. თვითონ სტატუსის მონიჭება ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა აღიარა თავისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. საქართველოს რუმინეთის პროექტი მოხდა 222 პროექტის ნუსხაში, რომელიც დადგინდა როგორც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც არის ზოგი საერთო, ზოგი ორმხრივი ინტერესის სტატუსის, ასე ვთქვათ, მქონე პროექტები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რას გვაძლევს ჩვენ და რისი მიცემა შეგვიძლია ჩვენ ევროპისთვის აი ამ პროექტის რეალურად განხორციელების შემთხვევაში. ჩვენთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველოს, როგორც მოგეხსენებათ, არის ძალიან მდიდარი განახლებადი რესურსებით. ეხლა მიმდინარეობს ძალიან სერიოზული პროცესი ჩვენს ქვეყანაში, რაც გულისხმობს იმას, რომ გადავწყვიტეთ დივერსიფიცირებულად ვაწარმოოთ ყველა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით ელექტროენერგია. ეს ნიშნავს, რომ მწვანე ენერგია, რომელიც იქნება ქვეყანაში, იქნება ძალიან საინტერესო ევროპისთვისაც, აზიისთვისაც, უყველასთვის, ვინაიდან ეს არის ის ენერგია, რომელიც შეიძლება იყოს სუფთა ენერგიის სახით მიწოდებული. ჩვენ რას გვაძლევს ჩვენ ეს დაკავშირებადობა? გარდა იმისა, რომ ჩვენთან წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვის შესაძლებლობა გვექნება და პირდაპირ ვაჭრობის ევროპასთან, ჩვენ გვეზრდება ჩვენი ტრანზიტის პოტენციალი, რაც ნიშნავს, რომ ესე იგი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან, კერძოდ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ასე შემდეგ, ირანიდან დაინტერესების შემთხვევაში მოხდება ნებისმიერი დაინტერესებული მხარის ელექტროენერგიის გატარება ჩვენი კაბელის მეშვეობით. კი ბატონო, რას აძლევს ეს ევროკავშირს? ის რომ ევროპისთვის ენერგეტიკული საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, გამოჩნდა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორის გათვალისწინებით, იმიტომ რომ ერთ დღესაც ევროპამ აღმოაჩინა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ისინი იმდენად იყვნენ რუსეთს
ნავთობზე დამოკიდებული ენერგეტიკულად, რომ მათ უნდა დაეწყოთ სხვა ალტერნატიული გზების ძიება. ამიტომ ამ კონტექსტში მუდმივად ისმოდა ხოლმე ეს საკითხი და რომ საქართველოს შეუძლია ამ კუთხით ერთგვარად, როდესაც ერთობლივ საწარმოს დაფუძნებაზე იყო საუბარი, მაშინაც იყო ამაზე ლაპარაკი, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების მხრიდან, რომ სწორედ ამიტომაც არის ეს პროექტი ასეთი მნიშვნელოვანი. მაგრამ უფრო ცალსახად და თვალნათლიმ რო დავანახოთ მაყურებელს, რას ვაძლევთ ამ შემთხვევაში ევროკავშირს? ევროკავშირსაც ისევე როგორც თქვენ ახსენეთ, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ელექტროენერგია იმ მომენტში, როდესაც მას ეს ძალიან სჭირდება. დივერსიფიცირებას აკეთებს თვითონაც ევროკავშირიც, ეს ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ერთმანეთთან ვაჭრობენ ევროპის ქვეყნები, მათთვის საინტერესო არის სხვა დერეფნის საშუალებით და სხვა ქვეყნებიდანაც მიიღონ არაევროპული ქვეყნებიდან, ჯერჯერობით არაევროპული ქვეყნებიდან მიიღონ, ასე ვთქვათ, ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რაც მათთვის არის აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის. და რასაკვირველია, ეს არის ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობის გზისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპის მხრიდანაც. რასაკვირველია, ჩვენთვის ესეც ძალიან დიდი მნიშვნელობას ატარებს. გარდა იმისა, რომ ამ ესე იგი პროექტით ჩვენ შევძლებთ ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ სამშობლოში, ასე ვთქვათ, წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვას, ასევე მოვიზიდავთ ბევრ დაინტერესებულ ინვესტორს იმისათვის, რომ უფრო განვავრცოთ და უფრო განვავითაროთ ეს დარგი და შესაბამისად რეპუტაციულადაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ეს ნაწილი მინდოდა მეკითხა, საინვესტიციო კუთხით რამდენად შესაძლებელია, რომ ამ გადაწყვეტილებამ დავუშვათ ინვესტორების უფრო დიდი ინტერესი გააჩინოს თქო და დამასწარეთ კიდეც ამის თქმა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრული მხარდაჭერა ჰქონდა აი ამ პროექტს და ეს ალბათ კიდე ერთ-ერთი დამატებითი პლუსი იყო, როდესაც ამ პროექტის განხილვა მიდიოდა ევროკომისიაში. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც საქართველოს რუმინეთის ერთობლივმა საწარმომ შეიტანა განაცხადი სტატუსის მოსაპოვებლად, ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ძალიან დიდი მხარდაჭერის წერილი და ასე ვთქვათ პოზიცია პირველ რიგში და წერილი ასე ვთქვათ დააფიქსირა კი, ნამდვილად თავის პოზიცია დააფიქსირა, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა, რასაკვირველია ასევე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვიდრე ჩვენ ამ სტატუსის ასე ვთქვათ მონიჭებაზე გადაგვიყვანდნენ, ამ სტატუსში გადაგვიყვანდნენ, იქ საკმაოდ სერიოზული განხილვა მიმდინარეობდა ის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომელიც ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში, ესე იგი ამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან მიმართებაში, განხილულ იქნა უფრო დეტალურად და დადასტურდა, რომ მიზანშეწონილია მსგავსი პროექტის განხორციელება. ანუ ეს მხოლოდ რეალურია, რომ რეალურია. იყო ხოჭერ სკეპტიკური მოსაზრებით, რომ რამდენად რეალურად განხორციელებადი. რა აჩვენა ამ წინასწარმად ჩატარებულმა სამუშაომ? ამ წინას ეს არის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რომელმაც აჩვენა, რომ მიზანშეწონილი არის ამ მსგავსი პროექტის განხორციელება, თუმცა ეს არ არის დასრულებული კვლევა. ჩვენ ვართ ამჯერად პროცესში შავი ზღვის ფსკერის შესწავლის. ეს არის ტექნიკური შესწავლა ფსკერის, რომელიც არის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა, რომელშიც სპეციალური გემები უნდა შემოვიდეს შავი ზღვის აკვატორიაში და შეისწავლოს, რასაკვირველია, კვლევითი სამუშაოები ჩაატაროს იმისთვის, რომ დადგინდეს უკვე ტექნიკურად როგორ მოხდება ამ პროექტის განხორციელება, თუმცა სხვა ყველა პარამეტრით, რაც ესე იგი ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რასაც გულისხმობს შესწავლა, აბსოლუტურად მიზანშეწონილად ჩათვალა ევროკომისიამ. ამ პროექტის განხორციელებას მოყვება ის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სიკეთე, როგორიც გახლავთ არსებული პროექტის ევროპული კანონმდებლობის, ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ მოქცევა, რაც ნიშნავს, რომ ძალიან შეღავათიანი პირობებით მოხდება ლიცენზიების აღება, ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი, სისწრაფით მოხდება პროექტის განვითარება, როგორც დაფინანსების მიღებაც მათ შორის. დიახ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დაფინანსება გულისხმობს თანხაზეა საუბარი. დიახ, თვითონ პროექტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს ინვესტიციას, რომელიც 3.9 მილიარდ ევროს ტოლფასია. შესაბამისად, საგრანტო დაფინანსება იწყება 30-დან 50%-დან და ასე ვთქვათ, მთავრდება 50%-ის, ხანდისხან 75%-ის, ასე ვთქვათ, ოდენობითაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი დახმარება არის ფინანსურად, ეს რეპუტაციულადაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ვახსენე, და ძალიან სერიოზული ევროპელი, აზიელი ინვესტორები უკვე მოდიან და საუბრობენ
საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან აინტერესებთ რომ ამ პროექტში მიიღონ მონაწილეობა. დიახ. თქვენ რამდენჯერმე გავუსვით ხაზი, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მიწოდება ევროკავშირისთვის. რეალურად რამდენად შეგვიძლია მუდმივად არის ხომ ამას დავარო, რამდენად შეგვიძლია ვიყოთ თვითკმარი, რამდენად ვაწარმოებთ, რამდენად შეგვიძლია რომ მე რეალურად წარმოებული გავყიდოთ ექსპორტზე, იმიტომ რომ ამას გარკვეული წინააღმდეგობებიც ახლავს, ხო, ყველამ ერთად ვიცით ეს ისტორია. ამიტომ საინტერესოა, რამდენად შეგვიძლია ამ ელექტროენერგიის იმ მოცულობის წარმოება, ეხლა მთელი ევროკავშირის შესაძლოა არ ვიყოთ დაუშვათ თავარი მიმწოდებელი, თუმცა მნიშვნელოვანი მიმწოდებელი რომ გავხდეთ, გარდა იმისა, რომ ტრანზიტის რეალური შესაძლებლობა გაგვიჩნდება. ტრანზიტის მიწოდების ერთ-ერთი საშუალება არის რასაკვირველია, მაგრამ ჩვენი ადგილობრივი წარმოება საქმე რა შეეცით თვითონ გამტარიანობა კაბელის არის 1300 მეგავატის. ეს ნიშნავს, რომ 1300 მეგავატის ესე იგი სიმძლავრის ელექტროენერგია უნდა მივაწოდოთ ევროპას, შეგვიძლია 1300-მდე. ჩვენი ეხლანდელი მიმდინარე პროცესი, რაც გულისხმობს ხელშეწყობას განახლებადი ენერგიების წყაროებით ელექტროენერგიის წარმოების, ეს ნიშნავს, რომ სწორედაც რომ შესაძლებლობა ექნება ჩვენს ადგილობრივ წარმოებას, რომ ენერგია, რომელიც მიღებული იქნება ამ ასე ვთქვათ გენერაციიდან, პირდაპირ მივაწოდოთ ევროპას. რასაკვირველია, ჩვენ თვითონ რასაც მოვიხმართ ის ქვეყანა თვითკმარი მაშინ არის, როდესაც თვითონაც აქვს და სხვასაც ესე იგი აწოდის ენერგიას. ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა ენერგეტიკული ახლა ძალიან ინტენსიურად განიხილავს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ჰესების მშენებლობას, რომელიც პირდაპირ პასუხობს თქვენს შეკითხვას. თვითკმარი ხდები მაშინ, როდესაც არსებული რესურსით გაქვს იმდენი ელექტროენერგია, რომ არ ხარ დამოკიდებული მეზობელი ქვეყნების იმპორტზე და პირიქით შესაძლებლობა გეძლევა, რომ გამჭვირვალე ურთიერთობების, ასე ვთქვათ, ურთიერთობებზე დაყრდნობით მოახდინო შენი წარმოებული ელექტროენერგიის ევროპისთვის და დაინტერესებული ქვეყნებისთვის. შეიძლება რომ დავუშვათ ეს დოკუმენტი და ეს სტრატეგია იყოს საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ისე რომ მე ამას მიყვეს დავუშვათ მთელი ენერგეტიკული სექტორი. ჩვენ ვართ ახლა დამუშავების პროცესში, ალბათ მაქსიმუმ ერთი თვე-ნახევრის შემდეგ უკვე გვექნება უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, სტრატეგია გვაქვს, უბრალოდ სამოქმედო გეგმა. აი ეს არის, რასაც ახლა ვამუშავებ. ამ სამოქმედო გეგმაში იქნება პირობითად რას ვაკეთებთ ერთ თვეში, ორ თვეში, ერთ წელიწადში თუ რას მოიცავს? და 10 წელიწადში? დიახ. გვექნება ეს არის ენერგეტიკა თავისთავად ეს საკმაოდ გრძელვადიანი ასე ვთქვათ აქტივობებია. ამჯერად მიმდინარეობს მზის, ქარის, ჰიდროენერგიის გამოყენებით სადგურების მშენებლობა, უბრალოდ ეხლა მიმდინარეობს. განხილვები, მემორანდუმები, რომელიც შემდგომში ასაკვირველია გარდაიქმნება ჩვეულებრივ პრაქტიკულ პროექტებად და სადგურებად. ეს ელექტროენერგია იქნება აბსოლუტურად საკმარისი იმისათვის, რომ საქართველოშიც მოვიხმაროთ ჩვენი საჭიროებისთვის და იმპორტზე დამოკიდებულება თითქმის გავანოლოთ უახლოესი. ეხლა რა მოცულობისაა იმპორტზე დამოკიდებულება? იცით რა არის, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხერხემალი, რომელიც არის ენგურის ჰიდროსადგური, რომელიც პიკებში გვემსახურება და შესაბამისად არის იმის შესაძლებლობა, რომ ნაკლებად ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებული. ჩვენ ძალიან თანამშრომლობთ სოკართან, რომელიც გვაწვდის ბუნებრივ გაზს, რისი საშუალებითაც ვაწარმოებთ ელექტროენერგიას და დანაკლისი, როდესაც გვაქვს ელექტროენერგიის ხანდახან არის ესეთი ასე ვთქვათ რთული კლიმატური პირობების შემთხვევაში ნაკლები წყალი და შესაბამისად გვჭირდება იმპორტის გაკეთება ასევე აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან. კი ბატონო, და მივედით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილამდე თქვენთან ახსენეთ ახლა მემორანდუმები, ხელშეკრულებები. 1700-მდე წინასწარ გაფორმებული მემორანდუმი, თანამშრომლობის მემორანდუმი გაუქმდა. სხვა შორის მე გამიკვირდა, მაგრამ ამ სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც უშუალოდ არიან ამ დარგის ჩართულები, ამავე ეთერში თქვენს, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს ერთბაშად გაუქმებულ გადაწყვეტილებებთან და მემორანდუმებთან, იმიტომ რომ უფრო ცალსახად და მკაფიოდ იქნება მათი შეფასებით, უნდა იყოს განსაზღვრული, რა გზას ადგას და რომ რეალურად იმ დავუშვათ კონკრეტულ პროექტზე გამფორმდეს შეთანხმება და მემორანდუმი, რომელსაც რეალურად აშენების შესაძლებლობა გააჩნია. რას ეფუძნება საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა ამჟამად და რა მიზანს ემსახურებოდა დავუშვათ აი ამ ხელშეკრულების გაუქმება? პატარა კორექტირებას შევიტან, ხელშეკრულებები არ იყო ინიცირებული პროექტები იყო, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ ინიციაცია ხდებოდა დაინტერესებული მხარის მხრიდან, რომელიც აფიქსირებდა, რომ სურს ააშენოს კონკრეტული ტიპის ელექტროსადგური და ასევე მინდა პატარა კორექტირება
გადაწყვეტილება გავაკეთო იმისა, რომ ეს არ არის 1700 ხელშეკრულება, ეს არის 1746 მეგავატზე შემოტანილი ინიციატივები. ეს რასაკვირველია, ყველასთვის ძალიან მისასალმებელი იქნებოდა, ვინაიდან როდესაც ხდება ინიცირება პროექტის, მას უნდა მოსდევდეს ქმედება. ეს ნიშნავს, რომ უნდა ხდებოდეს მემორანდუმის გაფორმება სპეციალური გრაფიკით, არის ჩამოყალიბებული ის ღონისძიებები, რაც მოყვება იმას, როდესაც კომპანია აფიქსირებს, რომ ინტერესი აქვს ააშენოს ესა თუ ის სადგური, რომელიც არც ერთ ამ 1700 მეგავატის შემთხვევაში არ ყოფილა, ასე ვთქვათ, განხორციელებული. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ არ ყოფილა განხორციელებული, ამ ინიციატივებს ჰქონდა, ასე ვთქვათ, შესაბამისი მიერთების და შესაბამისი, ესე იგი, გენერაციის ობიექტების განაწილებასთან და ასე ვთქვათ, განაწილების თანხმობა და თანხმობა არა. თვითონ ნებართვები იმასთან დაკავშირებით, რომ მიერთების ნებართვა ქვია მაგას. რომელიც რეალურად ვინც არის მშენებელი, იმას არ იყო დაწყებული მშენებლობა და ნებართვა უკვე იქ სადაც რეალურად მიდის მშენებლობა, ასე ვთქვათ, იმ კომპანიებს არ აქვს შესაძლებლობა, რომ მიუერთდნენ და დგანან რიგში. ანუ ეს იყო აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერი მიზნებით შემოტანილი ინიციაციების, რომელიც აბსოლუტურად არ იყო დაპროცესებული, იმის შეჩერება. რასაკვირველია, ყველამ ძალიან პოზიტიურად შეაფასა ეს, ვინაიდან ეს ყველა კეთილსინდისიერ მეწარმეს და კეთილსინდისიერ კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, რომ მისი გეგმები, რომელიც მიმართული არის ენერგეტიკაში, ესე იგი გენერაციის ობიექტების აშენებისკენ მოხდეს ისე როგორც წესდარიგია. რა დრო არის საჭირო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევებზე დაუშვათ გადაწყვეტილება იყოს მიღებული თუ უკვე დაწყებულია გადაწყვეტილება ჩვენ მუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში პასუხების გაცემა ამ კომპანიებისთვის. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, ხვდებით ყველა დაინტერესებულ პირს, აბსოლუტური გახსნილობით, გამჭვირვალობით მიმდინარეობს ჩვენი თანამშრომლობა და გვაქვს გეგმაში, რომ საკმაოდ მალე უფრო დიდი ტემპით განვითარდება ეს მიმდინარეობა. რა მთავარი გამოწვევებია თქვენი გადმოსახედიდან, იმ ადამიანის გადმოსახედიდან, რომელიც ამ სექტორს კურირებთ ეკონომიკის სამინისტროს საკმაოდ დიდ ჯაჭვში, რა ძირითადი პრობლემებია, რომელთა გადაჭრაც პირველი ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შემდგომი ეტაპისთვის და რომ მთლიანობაში საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობა. ძალიან საინტერესო შეკითხვა და მისვით. საქმე იმაშია, რომ ძალიან ასე ვთქვათ, დიდი სამუშაო არის გასაწევი იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ქსელის აღდგენა და გაფართოვება. იმისათვის, რომ ეს გენერაცია, რომელსაც ჩვენ მოველით უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში ახალ გენერაციას რომ დაგვემატოს, ქსელი უნდა რასაკვირველია მზად დახვდეს და შეძლოს, ასე იგი, ამ ენერგიის მიღება. ამიტომ ჩვენ ვამუშავებთ იმ გეგმებს, რომელიც ითვალისწინებს ქსელის გაფართოვებას, ქსელის, ასე ვთქვათ, გარემონტებას, ასევე იმ ლიცენზიების და იმ მემორანდუმების დახვეწას, რომელიც მოითხოვს ამასთან სინქრონში, ასე ვთქვათ, ოპერირების წარმართვას და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროში მუშავდება, პირდაპირ მომართული არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდისკენ და იმისკენ, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია განვითარებაში და რასაკვირველია სამეზობლო და ევროპის ბაზრებთან ძალიან გამართულ ინტეგრირებულ, ასე ვთქვათ, ვაჭრობაში. კი ბატონო, და ჩვენ საუბრის ბოლოს არ შემიძლია არ გითხოთ. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის დასრულება, ანუ რეალურად როდეს შეგვეძლება, ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ ძალიან დიდი სამუშაოა ჯერ კიდევ ჩასატარებელი, თუმცა ბუნებრივია, რომ არსებობს ინტერესი ამ მიმართულებით და თუ გვაქვს პასუხი, როდის შეიძლება რომ უკვე შედეგი მივიღოთ კონკრეტულად? ზუსტი პასუხია ესე რომ გითხრათ ზუსტად რომელ წელს დამთავრდება ვერ გეტყვით, მაგრამ მოლოდინი გვაქვს, რომ 2027 წელს ჩავატარებთ ფსკერის გეოტექნიკურ და გეოფიზიკურ შესწავლას, რის შემდეგაც დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მოხდება უკვე სატენდერო მასალების მომზადება, შემდეგ ტენდერის გამოცხადება, შერჩევა გამარჯვებულის და
გეგმაში არის, რომ 2032 წლისთვის უკვე საქართველოს რომელიც ექნება დამაკავშირებელი შავი ზღვის კაბელი, რომელიც შესაძლებლობას ჩვენ საქართველოს, რომელსაც აქამდე არ გვაქვს, ასე ვთქვათ, პირდაპირი კავშირი ევროპასთან სახმელეთო, გვექნება კავშირი, რომელიც ენერგეტიკული არის და იქნება შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.